ხუთშაბათის თეხილიმი, მეოთხე წიგნი, ფსალმუნი 90. ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო, თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე. ვიდრე მთები დამყარდებოდნენ და შექმნდი დედამიწასა და სამყაროს და უკუნითი უკუნისამდე შენახარ ღმერთი. კაცს დააბრუნებ წნადობისთვის და ეტყვით, დაბრუნდით ზენო კაცთანო, რადგან 1000 წელი შენს თვალში ვითარცა გუშიდელი დღე, რომ გადაიარა და ერთი გუშაგობა ღამისა. ღვართქაფივით გააქანებ მათ ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება. დილას ყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება. რადგან დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწვდით. ჩვენი დანაშაულებანი შენ წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო შენი სახის შუქის წინ. რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია და შენი რისხვით ასებით ის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნ თქვა. ჩვენს წელთა რიცხვი 70 წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს 80 წელიწადი. და ამათგან უმეტესი ჯაფისა და არარაუბისა, რადგან სწრაფად მიქრიან და ჩვენც იქით მივიფრინავთ. ვინ იცის შენი რისხვის ძალა და შენი მძვინვარება შიშის ამებრ? ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლი, რათა შევიძინოთ ჩვენი ბრძენი გული. მობრუნდი იახვე უფალო, ვიდრემდე მიგვატოვებ და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს. გაგვაწყე გარიჟრაჟი და შენი წყალობი და ვიხარო და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთან. გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი და იმ წელთა წილ გაჭირება რომ ნახეთ. იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმე და შენი ბრწყინვალება მათმა შვილებმა. და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენ დამი. და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე. ფსალმუნი 91. უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლის შემძლის ჩtildeქვეშ ისვენებს, ეუბნება იახვე უფალს. ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც მე ვესავ. ის დაგიხსნის მონადირის მახისაგან და მომსრავი ჭირისაგან. თავის მხრებს გადაგაფარებს და მის ფრთებს შორის ვიაფარებ თავს. ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება. ნუ შეგეშინდება ღამის აშინელებისა, ისრის დღისით გაფრენილის, შავი ჭირის ბნელში მოარულის, სენის შუადღის მძარცველის. დაეცემა შენს გვერდით 1000 და 10,000 შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება. ხოლო შენი თვალით შეხედავ და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა. რადგან შენ ამბობ, იახვე უფალი არის ჩემი თავშესაფარი. შენ საცხოვრისად აირჩია უზენაესი. არ შეგემთხოვა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს. რამე თუ თავის ანგელოზებს უბრძანა დაგიცვან ყველა შენს გზაზე. ხელში აყვანის გატარებენ და რომ ფეხი არ წამოკრა ქვაზე. ლომსა და უნას ფეხს დაადგამ, ლომის ბოქოს და ურჩხულს გაქელავ. უფალი ამბობს, რა კი მოისურვა გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი. მომიხმობს მე და უპასუხებ მასთან მოარ გასაჭირში, გამოიხსნი და ვასახელებ. დღეთა ხანგრძლივობით გავაწყებ და შემწეობას მოულენ ჩემსას. კარგია ფსალმუნი 92. ფსალმუნი გალობა შაბათის დღისათვის. კარგია ვადიდოთ იახვე უფალი და უგალობოთ შენ სახელს უზენაესო. გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით. 10 სიმიანსა და ჩანგზე გალობით ქნარზე. რაკი გამამხიარულე იახვე უფალო, შენი ნამოქმედარით შენთა ხელთა ნასაქმარს უგალობებ. რაოდენ დიდია შენი საქმეები იახვე უფალო, ფრია და ღრმაა შენი ზრახვები. უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას. როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინება ყველა მოქმედის იმრუდისა, რომ დაღუპონ საუკუნოდ. ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს იახვე უფალო, რადგანაც აგერ შენი მტრები იახვე უფალო, რადგანაც აგერ შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი სიმრუდის მოქმედნი. მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის კისამებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით. უჭვრეც ჩემი თვალი ჩემს მტრებს ჩემს წინააღმდეგ აღდგარ ბოროტ მოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები. წმინდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება. იახვე უფლის სახლში დარგულნი ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან. სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს, წვრიანსა და ხასხასას. რათა განვაცხადო, მართალია იახვე უფალი ჩემი საყრდენი და არ არის მასში უსამართლობა. ფსალმუნი 93. იახვე უფალი მეფობს, სიდიათით შემოსილი, შეიმოსა იახვე უფალი, ძლიერება გარშემოირტყა, სამყაროც მტკიცედ დგას და არ შეირყევა. მტკიცედ დგას შენი ტახტი დასაბამიდან, მარადიულობიდან ხარ შენ.
აიმაღლეს მდინარეებმა იახვე უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ტალღებს ძლიერად. წყალთა მრავალთა ზღვის მძლავრ ტალღათა ძლიერია მაღლა იახვე უფალი. წნებანი შენი მტკიცია ფრიად, შენ სახს შეშვენის სიწმინდე იახვე უფალო სამარადჟამოდ. ფსალმონი 94. ღმერთო შურისძიებისა, იახვე უფალო ღმერთო შურისძიებისა გამოჩდი. ამაღლდი მსაჯულო ქვეყნიერებისა მიუძღე საზღაური ამპარტავნებს, ვიდრემდე იახვე უფალო, ბოროტნი, ვიდრემდე უნდა ირხებდნენ ბოროტნი. აღმითქვამენ და ამბობენ სიცრუეს, ამაყადყვებიან სიმრუდის მოქმედნი. შენ სერს იახვე უფალო ჩაგრავენ და შენ სამემკვიდროს ტანჯავენ. ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ჟლეტენ. ამბობენ ვერ იხილავს იახი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა. გოსმოდით უგუნურნო ერისანო, უმეცარნო, როდით დაჭვიანდებით? დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმეს? თვალის შევქმნელი განა ვერ დაინახავს? ხალხთა განრიგე განა ვერ ამხელს? ის ვინც ასწავლის ადამიანს შუას? იახვე უფალმა იცის რა ხვანი კაცსა, რადგან ამაო არიან ისინი. ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი იახ და შენს ჯურს ასწავლი. რათა დაასვენო ავი დღეებისაგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს. რადგან არ მოიშორებს იახვე უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდროს არ მიატოვებს. რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მას მიყვება ყველა გულწრფელი. ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას, ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ. იახვე უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ცოტას და დასახდებოდა ჩემი სული ჯოჯოხეთში. თუ თქვი მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა იახვე უფალო გამომაგრებს. როცა ზრუნვით ამევსება გული, შენი ნუგეში მიამებს სულს. ნუ თუ გაგიტოლდება ტახტი უგუღმართად, უსამართობას რომ სჩადიან შენი ჯურის საწინააღმდეგოდ, გაილაშქრებენ მართლის სულზე და წმინდა სახლის სისხლს ბრალში გახოვენ. მაგრამ იახვე უფალი გახდა ჩემი მტკიცე სიმაგრე, ჩემი თავშესაფრის კლდე. მათვე მიაგებს თავიანთ უსამართლობას და თავიანთ სიავით მოსპობს მათ იახვე უფალი ღმერთი ჩვენი. ფსალმონი 95. მოდით უგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს, სამადლობელი წავდგეთ მის წინაშე და სიმღერით შევღაღადოთ მას. რადგან იახვე უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე ყველა ღვთაებაზე აღმატებული. რადგან მის ხელთაა სიღრმენი მისი მიწისა და მთების მწვერვალებიც მისია. მისია ზღვა, მან შექმნა იგი და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა. მოდით თაყვანის ცეთ და შეურდეთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი იახვე უფლის წინაშე. რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ერი მისი სამწყსოსი და ცხვარი მისი სამწყემსი. ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა, ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში, რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი. 40 წელიწადს მომაბეზრად თავი ამ თაობამ და თქვი, ცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები. ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანები ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში. ფსალმონი 91. უგალობეთ იახვე უფალს, გალობა ახალი, უგალობეთ იახვე უფალს, მთელო ქვეყნიერებაო. უგალობეთ იახვე უფალს, ადიდეთ მისი სახელი, ახარეთ დღითი დღე ხსნა მის მიერი. მოუთხრეთ წარმართებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. რადგან დიდია იახვე უფალი და ღირსად საქებარი მეტად. ყველა ღმერთებზე საშიშია ის. რადგან ერების ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო იახვე უფალმა შექმნა ცანი. შვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა მის ტაძარში. შესწირეთ იახვე უფალს ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება, შესწირეთ იახვე უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ სხვენი და მიდით მის ეზოებში. თაყვანი ესით იახვე უფალს, მოწიწევით ათრთოლდი მის წინაშე მთელო ქვეყნიერებაო. უთხარით ხალხებს, იახვე უფალი მეფობს, ამიტომ მტკიცია სამყარო, არ შეირყევა, ის განეკითხავს ხალხებს სისწორით. გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს სხვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი რაც მასია, მაშინ ზემებენ ყოვნი ხენი ტევრისანი. იახვე უფლის წინაშე რადგან ის მოდის ქვეყნიერების განსასჯელად, განსჯის სამყაროს სიმართლე და ერებს თვისი ჭეშმარიტებით. ფსალმონი 97. იახვე უფალი მეფობს ილხინოს ქვეყნიერებამ, გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა. ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ, სიმართლე და განსჯით არის წარმართული ტახტი, მისი ტახტი. ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს. განათებენ მისი ელვების სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა. მთები ცვლივი დადნებიან იახვე უფლის წინაშე, მთელი ქვეყნიერების უფლის წინაშე. ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.
შერწყება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით. მუხლი მოიდრიგეთ მის წინაშე, ვითომ ღმერთებო. მოისმენს და გაიხარებს სიონი და ილხენენ იუდას ასულები შენთა სამართალთათვის იახვე უფალო. რადგან შენ იახვე უფალო, უმაღლესი ხარ მთელ ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე. იახვე უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება, ის იცავს მიწმინდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ. შუქი იღვრება მართალთათვის და გული წრფელთათვის მხიარულება. იმ მხიარულად მართალნო იახვე უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმინდა ტაძრის სახსენებელი. ფსალმუნი 98. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა. იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმინდა მკლავმა. განაცხადა იახვე უფალმა, ხსნა მისბიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე. გაუხსენა თავისი წყალობა და ჭეშმარიტება ისრაელს, იაკობის სახლს. ნახა დედამიწის ყველა კუთხე მშველა ჩვენი ღმერთისა. შეხაღადეთ იახვე უფალს მთელ ქვეყნიერებამ, შემოძახეთ და აქეთ და უგალობეთ. უგალობეთ იახვე უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით. ქითა და ბუკის ხმით შეხაღადეთ მეუფეს იახვე უფალს. ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი. მდინარე მატაში შემოკრა, მთებმა ერთად იმხიარულონ. იახვე უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად, განეკითხავს მსოფლიოს სიმართლე და ერებს სისწორით. ფსალმუნი 99. იახვე უფალი მეფობს, შეძუწუნდნენ ერები, ის ქერუბიმებზე ამხედრებული, ირყება ქვეყანა. იახვე უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ხალხზე. ისინი აქებენ შენ სახელს დიდსა და საშიშს, წმინდაა იგი და სიძლიერეს მეფისას, რომელსაც სამართალი უყვარს. შენ დამკვიდრე სისწორის, სამართალი და სიმართლე შენ სრულ ყავ იაკობში. აღამაღლეთ იახვე უფალი, ღმერთი ჩვენ და თაყვანისით მის ფეხთა საყრდენს, წმინდაა იგი. მოსე და არონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის ხმობელთა შორის. ისინი მოუხმობენ იახვე უფალს და ის უპასუხებს მათ. ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ, დაიცვეს მისი მოწმობანი და წესდება მათთვის მიცემული. იახვე უფალო, ღმერთო ჩვენო, შენ უპასუხებდი მათ, მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის და აგრეთვე შურის მაძიებელი მათი ნამოქმედ არის. აღამაღლეთ იახვე უფალი, ღმერთი ჩვენ და თაყვანისით მის წმინდა მთას, რადგან წმინდაა იახვე უფალი, ღმერთი ჩვენ. ფსალმუნი 100. ფსალმუნი სახოტბო. შეხაღადა იახვე უფალს მთელო ქვეყნიერებავ, ემსახურეთ იახვე უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით. უწყოდეთ, რომ იახვე უფალი ღმერთია, მისი შექმნილები ვართ და არა ჩვენი. მისივე ხალხი ვართ და ცხვარი ვართ მისი სამწყსოსი. შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში ქებადიდებით, მადლობა შეწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი. რადგან კარგია იახვე უფალი, საუკუნოა წყალობა მისი და თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება მისი. ფსალმუნი 101. დავითის ფსალმუნი. წყალობით და სიმართლით ვიმღერებ, შენ გიგალობებ იახვე უფალო. ვიფიქრებ უბიწო გზაზე, როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლს შორის. თვალწინ არ დავიყენებ არაფერს უკეთურს. დანაშაულებრივი საქმე მოვიძული არ მომეკარება. მორუდე და გარყვნილი გული შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ მინდა ვცნობდე. თვისი ბოროტის ფარულად მაბეზღარს ამოწყვეტავ. ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს ვერავიდან. თვალს დავიჭერ მართლებზე ქვეყნისა, რომ დასხდნენ ჩემთან, ვინც უბიწოების გზით იარებოდა ის მემსახურებოდა მე. ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი, ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაიფუძნება ჩემს თვალწინ. დილდილობით ამოწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს იახვე უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედის სიმრუდისა. ფსალმუნი 102. ლოცვა გლახაკისა უდესი ტანჯება და იახვე უფლის წინაშე გადმოღრის თავის გულის ნადებს. იახვე უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს. ნუ დაფარავ შენ სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომამყარ ყური, რომ დღესაც მოგიხმობ სწრაფად მიპასუხე. რადგან გაქრნენ კვამლივი ჩემი დღეები და ჩემი ძვლები ვარვარებს როგორც კოცონი. დაჭკნა ბალახივი და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა. ჩემი კვნესის ხმისაგან მიკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს. დავემსგავსე უდაბნოს ვარხს, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანგრევებში. უძილო ვიქმე და ვზივარ ვითარცა ეული ჩიტის ახურავზე. ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმაქიქებლები მე მიფიცავენ. რადგან ნაცარი პულივით ვჭამე და ჩემი სასმელით სერემლით შევაზავე. შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანილი და დამანარცხე. ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ხმევი. შენ კი იახვე უფალო, საუკუნოდ იარსებებ, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
შენ კი ახსნე და შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია, როცა შეიწყალებ მას, რადგან მოვიდა საათი. რადგან უყვარს შენს მორჩილებს მისი ქვები და მისი მიწა ენანებად. შეეშინდება წარმართ იახვე უფლის სახელისა და ყველა ამ ქვეყნიერ მეფე შენი დიდებისა. რადგან აღაშენებს იახვე უფალი სიონს, გამოცხადდება თავისი ღირსებით. მოხედავს ლოცვას გულმოდრეკლთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას. დაიწერება ეს მომავალი თაობისთვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს იახს. რადგან მან გადმოხედა თავისი წმინდის სიმაღლიდან, რადგან იახვე უფალმა ციდან მოიხილა ქვეყანა, რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა. გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი, რათა აუწყონ სიონს სახელი იახვე უფლისა და ქებამისი იერუსალიმს. როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი იახვე უფლის სამსახურებლად. გაასავათა გზაში ჩემი ძა და შეამცირა დღენი ჩემი. ვეტყვი ღმერთო ჩემო, ნუ მომტაცებ ჩემს დღეებს ნახევარს. თაობიდან თაობამდეა შენი წლები. უწინ დედამიწა დააფუძნდა შენთა ხელთან დასაქმარია ზეცა. ისინი ჩაევლიან, შენ კი იარსებებ, ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან, სამოსელივით და გამოიცვლება და გაქრებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილებია. შენი მორჩილის ძენი დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება. ფსალმონი 103 დავითისა. ადიდე სულო ჩემო იახვე უფალი და მთელო შეგნეულობაო ჩემო მისი წმინდა სახელი. ადიდე სულო ჩემო იახვე უფალი და ნუ დაივიწყებ, რაც კეთილი გიყო შენ. ის არის შემდომი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინ დამდგმელი წყალობით და შებრალებით. სიკეთით ამხსები შენი სიცოცხლისა, არწევით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა. სიმართლეს იქს იახვე უფალი და სამართალს ყოფს ყველა ჩაგრულთათვის. აუწყა თავისი გზები მოსეს ისრაელიან თავისი საქმენი. შემბრალი და მობიერია იახვე უფალი, სუგზელი და მრავალმოწყალე. არც სამუდამო დიდავებს და არც საუკუნოდით გაწყრება. არც ჩვენი ცოდების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა. რადგან რაოდენცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობა ძლიერია მის მოშიშთა მიმართ. როგორც დაცილებული აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან ჩვენი დანაშაული. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარა იახვე უფალმა მოშიშნი მისნი. ვინაიდან უწყის აგებულობა ჩვენი ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ, ბალახივით არის დღენი კაცისა, ვერის ყვავილივით აყვავდება. რადგან ქარი გადაუქროლებს და აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნადგომს. ხოლო წყალობა იახვე უფლის საუკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე შვილთაშვილებზე. მათზე, ვინც იცავს თავის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც. იახვე უფალმა ცაში დაიდგა ტახტი, თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს. ადიდეთ იახვე უფალი ანგელოზნო მისნო, ძლიერნო ძალით. მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს. ადიდეთ იახვე უფალი ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო. ადიდეთ იახვე უფალი ყოველნი საქმენი მისნი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე სულო ჩემო იახვე უფალი. ფსალმონი 104 აკურთხე სულო ჩემო იახვე უფალი, იახვე უფალო, ღმერთო ჩვენო, დიდი ხარ ფრიად, მშვენებითა და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი. გაკრავ სინათლე სამოსელივით, განგიფენიათ საფარდასავით. წყლებზე აგოზე სართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის. მიმოდიოდა ქარის ფრთებზე, რომელმა შექმნა ქარები თავის მაცნეებად, ცეცხლი და ალი თავის მსახურებად. დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე და არ შეირყევა უკუნისამდე. უბსკურით, როგორც სამოსელი დაფარე იგი მთებზე დგას წყლები, მაგრამ შენი რიცხვით მიედინებიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დააფუძნე. საზღვარი დადე წყლებს ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუნდებიან დედამიწის დასაფარად. გაუშვით წყაროები ხეებში, რომ მთებს შორის იდინონ. დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი. მათზე ცისფრინველი დამკვიდრებულან, ტოებიდან გამოსცემენ ხმას. წყავს მთებს თავისი სესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ცხება ქვეყანა. აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწიდან და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმაში ამტკიცოს გული კაცისა. გაძღრენ ხენი იახვე უფლისანი და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა, რომ იქ ჩიტემა დაიდონ ბუდე, კვიპაროსები ყარყატის სახლია. თანი მაღალი ქურციკ დათვის, კლდენი ყურდღელთა თავშესაფარი. შექმნა მთვარე ჟამთათვის მზემანიცის თავისი დასავალი. განავრცობ ნელს და იქნება ღამე,
მასში აღმოძრავდებიან ყოვანი ნადირნი ტყისა. ლომის ბოკვერები ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისგან თავიანთ საჭმელს. აღმობრწყინდება მზე, შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვევიან. გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე. რაოდენ მრავალია საქმენი შენი, იახვე უფალო, ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია. სავსეა დედამიწა შენი მონაგარით. ეს ზღვა დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი. ხეცნი მცირენი დიდებთან ერთად. იქ ხომალდები დადიან ლევიათანი, ეს შენ შექმნი მასში გასართობად. ყველა შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავის დროზე. მისცემ მათ აიღებენ გახსნის შენ ხელს გაძღებიან სიკეთით. დაფარავ შენ სახე შეწუწუნდებიან, სულს წაართმევ, დაიხუცებიან და თავიანთ მიწამტრად მიიქცევიან. გაუშვებ შენ სულს, წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას. იყოს დიდება იახვე უფლის საუკუნისამდე, იხარებდეს იახვე უფალი თავის ქმნილებაზე. დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება. შეეხება მთებს და კვამდებიან. უგალობებ იახვე უფალს, ჩემი სიცოცხლის მანძილზე. უგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. იამოს მას ჩემი გალობა, მე გავიხარებ იახვე უფალში. გაქრებიან ცოდუნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან. აკურთხე სულო ჩემო იახვე უფალი. ალელუია. ფსალმონი 105. ადიდეთ იახვე უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ერებს საქმენი მისნი. აქეთ იგი უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. განდიდდით მისი წმინდა სახელით, გამხიარულდეს გული იახვე უფლის მაძიებელთა. ეძიეთ იახვე უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალი მის დაბაგეთა. შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო. ის იახვე უფალი ღმერთი არის ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა რომ დაადგინა 1000 თაობამდე, რომელიც დაუდო აბრაამს და თავისი ფიცი ისაკთან. დაუდგინა იაკობს იგი წესა და ისრაელს ამარაჯამო აღთქმად. უთხრა, შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას, წილად თქვენი მემკვიდრეობისა. როცა ისინი თითცეშ სამოსათვლიანი იყვნენ, ცოტანი და იქაური ხიზნები. და უნდა ევლოთ ერთი ერიდან მეორესთან, ერთი სამეფოდან მეორესთან. არავის ანებებდა მათ დაჩაგვრას და ამონათებდა მათ გამო მეფეებს. არ შეეხო ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს, ნუ არ უბოროტოთ. ნუ დამოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემოსრა. გააგზავნა მათ წინ კაცი მონად გაიყიდა იოსები. გატანჯეს ბორკილებით ფერხნი მისნი, რკინა მისვდა მის სულს, ვიდრე აუსრულდებოდა ნათქვამი მისი, იახვე უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი. გააგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი, გამგებელი ხალხებისა გამოიხსნა. დააყენა თავისი სახლის ბატონა და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა. რათა მოგცეოდა მის მთავრებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი. და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში და ხიზანი გახდა იაკობი ქამის ქვეყანაში. და გააორზინა ღმერთმა მისი ერიფრია და გააზრდა მის მტრებზე მეტად. მოაქცია მათი გული თავისი უფლის ერის შესაძლებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად. გაგზავნა მოსე თავისი მსახური, აარონი, რომელიც ამოირჩია. დაამკვიდრეს მათში მისი სასწაულები და საოცრებანი მოიმოქმედეს ქამის ქვეყანაში. მიევლინა წყდიადი და იქნა ღამე და გაურჩებულა მის სიტყვაზე. გადააქცია მათი წყლების სისხლად და დახუცა მათი თევზები. აავსო მათი ქვეყანა პაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი. თქვა და მოვიდნენ წერები, კვენარა ტილი მთელს მათ საზღვრებში. წვიმის მაგიარ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი მათ ქვეყანას, მოსრა ვაზი მათი და ლეხვი მათი და დალეწა ხეები მათ საზღვრებში. თქვა და მოვიდა კალია და გრაგნელი აურაცხელი და გადაჭამეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში და გადასანაცვლეს მთელი ნაყოფი მათი მინდვრისა და მოსრა ყოველი პირიმშო მათი ქვეყანაში დასაბამი მთელი მათი ძალისა. და გამოიყვანა ისინი ვერცხლითა და ოქროთი და მათ ტომებში არავინ იყო უძლური. გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში. გადააფარა ღრუბელი საჩtildeო და ცეცხლი ღამის გასანათებლად. ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააზღო ისინი. გაახსნა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ, რადგან გაიხსნა თავისი წმინდა სიტყვა, თავისი მორჩილის აბრაამის მიმართ. გამოიყვანა თავისი ხალხის სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარზეიმით. და მისცა მათ წარმართა ქვეყნები და ნაჯაფები ერისა დაიმკვიდრეს მათ, რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ალელუია. ფსალმონი 106. ალელუია. ქებით შემოსეთ იახვე უფალი, რადგან კეთილია წყალობა მისი მარადიულია. ვის ძალუც ილაპარაკობს იახვე უფლის სიძლიერე, სასმელე ქნას მისი ქება დიდება.
მეტერ არიან სამართლის დამცველი და სიმართლის მოქმედი ყოველ ჯამს. გამახსენე იახვე უფალო შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას მომხედე შენ მიერი შველით. რათა ვიხილო სიკეთე შენთან რჩეულთა. გავიხარო შენიერი სიხარული, დავიქადო შენ სამკვიდროსთან ერთად. შევცოდე ჩვენს მამებთან ერთად სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ. ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები. არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და აგიმხედრდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე. მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაიგო ძლიერება მისი. და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა და წაიყვანა ისინი უბსკრულებში, როგორც უდაბნოში. და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან, წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა. დაირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება. აჩქარდნენ დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას. დააყრნენ გულისხმას უდაბნოში და გამოსადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას. და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭრელე მათ სულებს. და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, იახვე უფლის წმინდის აარონის მიმართ. გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი და დაფარა ხროვა აბირამისა. და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს. გააკეთეს ხბო, ხორებთან და თაყვანის წეს ჩამოსხმულ კერპს. და გაცოლეს თავიანთი დიდება ბალახის მძოელ ხარის გამოსახულებაში. დაივიწყეს ღმერთი თავიანთი მხსნელი, დიდთა საქმეთა მოქმედი ეგვიპტეში. საოცრებანი ქამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე. დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე მისი რჩეული არ დამდგარიყო ნაპრალთა მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი და აღარ მოესრა ისინი. მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ იწუნეს მისი სიტყვები. დტვინავდნენ თავიანთ ბანაკში, არ უსმენდნენ იახვე უფლის ხმას. მაშინ ზიაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში. და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში. დაუკავშირდნენ ბაალ ფეღორს და ჭამეს მკვდარი ღმერთების შესაწირავი. განარისხეს თავიანთი მოქმედები და თავს დაატყდათ მომსვლელისენი. წამოდგა ფინხასი და ილოცა და შეჩერდა მომსვლელისენი. ჩაითვალა მას სიმართლე თაობიდან თაობამდე სამარაჯამოდ. გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო, რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით. არ მოსპეს ერები იახვე უფალმა რომ უთხრა მათ. აირივნენ წარმართებში და შეისწავლეს მათი საქმეები. ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახეთ გადაიქცნენ მათთვის. შესწირეს თავიანთი ძენი დასუნი ბოროტ სულებს. დაღვარეს სისხლი უცოდველი თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს და შეირყნა ქვეყანა სისხლით. შეიბილწნენ თავიანთი საქმეები და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით. მაშინ აღექსნო რისხვა იახვე უფლისა, თავის ერზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი. და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი. ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკლნენ მათ ხელქვეით. მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვები და დაბლდებოდნენ ბრალით. იხილა მათი გაჭირება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი. გაუხსნა აღთქმა თავისი და ამიგაშა თავისი მრავალმოწყალეობით. აღვიძებდა მათ და მითანაგზნობას ყველა მათი დამტყუებლის წინაშე. გვიხსენი იახვე უფალო ღმერთო ჩვენო და გამოკრიბე წარმართთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმინდა სახელი. ვიამაყოთ შენი ქებადიდებით. კურთხეულ არის იახვე უფალი, ღმერთი ისრაელის სამიერიდან და უკუნისამდე. და თქვას მთელმა ხალხმა ამინ. ალელუია. ამით დასრულდა ხუთშაბათის ტეხილები.